ვეტერანთა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები, ანუ მომავლის სოფელი. ასე ქვია პროექტს, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა წამოიწყო. იგი საზღვრისპირა რეგიონში ვეტერანთა დასახლებას გულისხმობს და მისი მიზანი სამეურნეო დანიშნულებასთან ერთად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების გამაგრებაა. მათ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 20,000-ზე მეტ ვეტერანს აქვს სურვილი საზღვრისპირას იცხოვროს. სამწუხაროდ ძალიან სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს საქართველოს ყველა მიმართულებით საზღვართან ახლოს, ვინაიდან რთული პირობების გამო, შემოსავლის არქონის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაძრულია დიდი ქალაქებისკენ, ჩვენ გვინდა რომ პირიქით საზღვართან დაბრუნდეს ადამიანები, ვინაიდან თუ ქვეყანა თავის საზღვარს მოსახლეობა თუ იმ საზღვარს არ იცავს, თუ იმ საზღვართან მიწას არ ამუშავებს, თუ იქ პროდუქციას არ ქმნის, შეიძლება დაპატარავდეს ქვეყანა და ჩვენ ამის უფლება ჩვენ თავს და სიტუაციას არ უნდა მივცეთ. პირველი ასეთი ტიპის დასახლებისთვის გარდაბნის რაიონში 1400 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო. აქ ერთი წლის ვადაში 550 ოჯახით დასახლებული სოფელი უნდა აშენდეს. 550 ოჯახით ჩასახლდება ვეტერანი და აბსოლუტურად ყველა ის მოსახლე, რომელიც 680 ოჯახი ყავს ჩვენ ამ სოფელში, რომლებიც უმუშევრებია დასაქმების პროგრამაა გაკეთებული შესანიშნავი, ჩვენ ნახეთ პრეზენტაცია პროექტის, ფაქტიურად მიყვანილია ბოლომდე და თითოეულ ოჯახს შეეხება სიკეთე დღევანდელი ამ პროექტიდან გამომდინარე. მზად ვარ, დიდი სიამოვნებით გადმოვიდე ამ დასახლებაში, რასაც დაერქვა მომავლის სოფელი და დიდი სიამოვნებით მიმუშაო, ჩემი რა თქმა უნდა ამ სპეციალობის, ან შემდგომ როგორც ავირჩევთ იმ სპეციალობას, იმის მიხედვით. პროექტს, რომლის ღირებულებად 75 მილიონ ლარს შეადგენს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის მხარდაჭერა აქვს. პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა აღნიშნული პროექტი და ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება, რის შემდეგაც უმოკლეს დროში დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და საპილოტე პროექტში მონაწილე ვეტერანთა ოჯახების შერჩევა. ხა ჩვენ მუშაობთ დრაფტზე ხელშეკრულების, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი თუ რას აფინანსებს სახელმწიფო, რა ვადებში უნდა შესრულდეს მის მიერ დაფინანსებული, რა პასუხისმგებლობას იღებს შემსრულებელი. აქ იქნება ფერმები, აქ იქნება სათბურები, აქ იქნება კვების ცენტრი, ასე ვთქვათ, მესაქონლეობისთვის. აქ იქნება საერთოდ ახალი სისტემა ირიგაციის, სარწყავი სისტემები, სრულიად ახლებული და თანამედროვე. აქ იქნება გამოყენებული სისტემები მზის ენერგიის გამოსაყენებლად, რომ დაიზოგოს სხვა ენერგია და ნაკლები თანხა გავიდეს ქვეყნის გარეთ ამ კუთხითაც. პროექტს განახორციელებს და 7 წლის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს ებრაული კომპანია Fortuna Holding. ისრაელში აპრობირებულ ამ ტიპის დასახლებას მოშავი ეწოდება. შეასწავლიან, აღჭურვავენ შესაბამისი ტექნიკით და ტექნოლოგიებით ებრაელი ჩვენი მეგობრები იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც არსებობს ისრაელში. ამ პრინციპით ისრაელი არის გარშემორტყმული ვეტერანები დასახლებული სოფლებით, ესეთი 320 სოფელია ისრაელის გარშემო და ეს ადამიანები ერთი წამით არ წყვეტენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობას და ქმნიან ქვეყნის დოვლადს. ამ 550 ოჯახის დასახლებასთან ერთად შეუწყვეტლივ გაგრძელდება პროცესი დატრეინინგების დანარჩენი ჩვენი მეგობრების, ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, რომ მომავალი ასეთი უახლოეს პერიოდში შექმნილი ასეთივე ტიპის სასოფლო დასახლებებისთვის იყოს უკვე გამზადებული კადრები. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ქართულ სოფელს სახელი უკვე შეურჩიეს და მას გეორგია დაერქმევა.